გამარჯობა საქართველოს ამერიკიდან. ჩვენ აქ გვექნება საკმაოდ დატვირთული რეჟიმი და ბევრი შეხვედრები. მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ერთ-ერთი გამოცდილების შესახებ, ძალიან მოკლედ. მე ვესაუბრე რამდენიმე ხნის წინ ყოფილი ნაციონალური მოძრაობის დროს მომუშავე პერსონალს, რომელიც მუშაობდა ერთ-ერთ სამინისტროში და ვარჩევდით ჩვენს პროგრამას, უხსნით ჩვენს პროგრამას, როგორ შეიძლება სიღარიბიდან ამოვიყვანოთ საქართველოს და ღარიბი აღარ დადიოდეს ქვეყანაში. და ამ ემოციურ საუბარში მან ესეთი ფრაზა თქვა, რომ ყველა ღარიბი არის ლუზერი. მათ არ უნდათ ერთი ადგილის აწევა და ამიტომაც არიან ესე. ამის შემდეგ რაზე უნდა ვისაუბროთ? როდესაც 30 წლის განმავლობაში ესეთი ხელისუფლება მოდის, არ იცვლება არაფერი. ერთი და იგივე ხელისუფლება მოდის ფაქტიურად, ხო? რომელიც ხალხზე საერთოდ არ ზრუნავს, ქვეყანაზე საერთოდ არ ზრუნავს. ხო, თავის თავზე ზრუნავენ. ერთადერთი გამოსავალი ამ ყველაფრიდან არის ხალხის ერთობა. რით ვერ დავდეთ ეს შედეგი. წარმოიდგინეთ, საქართველოს არის ბოლო და მეორე ადგილზე მსოფლიოში ერთად ყოფით. ეს არის მხოლოდ გადასაჭრელი. ანუ პრობლემა ამაშია. ამიტომ ხალხმა უნდა ავიღოთ ჩვენ პასუხისგებლობა ჩვენს თავზე. ამისთვის შეიქმნა შეცვალე საქართველო. ამისთვის გადავედით ლუქსიუმის პროექტზე. ლუქსიუმის პროექტი არის ზუსტად ის გასაღები, რომლითაც ვაპირებთ ამ პრობლემის გადაჭრას. ასე რომ თუ გვინდა ჩვენ რომ სიღარიბეს შევხვდეთ მედგრად და დავამარცხოთ ერთად, ხალხს აქვს ძალიან დიდი ძალა, მეგობრებო. ამიტომ ვისაც ჩემი გჯერათ, ვინც მოყვებოდით შეცვალე საქართველოს პროცესში ბოლომდე, შემოგვიერთდით დეკემბრის ჩათვლით. შეხვდით ახალ წელს ახალი იმედით. ოღონდ ეს არ არის ის იმედი, რომელსაც ტელევიზორში გვაყურებინებენ. ეს არის იმედი, რომელიც არის დაფუძნებული ყველაზე მაგარ იდეაზე და ყველაზე სერიოზულ პროექტზე მსოფლიოში. ვინც არ იცის რა არის ლუქსიუმი, მარტივად და გლეხურად რო აგიხსნათ, ეს არის ბევრად უკეთესი ვიდრე ბიტკოინი. ბიტკოინის პრობლემა რაც არის, ის პრობლემები არის გადაჭრილი ლუქსიუმში. თუმცა ლუქსიუმი კიდევ უფრო ბევრად მეტია, რასაც გრძელვადაში ჩვენ ვაპირებთ. ასე რომ ლუქსიუმი დაიწყო სპეციალურად საქართველოსდან, საქართველოს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება წლის ბოლომდე მხოლოდ საქართველოსთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი ლუქსიუმი, ანუ ყველაზე დაბალ ფასში მსოფლიოში, რაც ოდესმე გაიყიდება. მე მინდა რომ მაქსიმალურად დაგამოტივიროთ, რომ ჩვენ ერთობის ელემენტი შევქმნათ. იმიტომ რომ ეს ერთობა საბოლოო ჯამში დადებს შედეგს. საქართველოს უნდა იყოს ყველაზე ძლიერი და მე ვიცი რომ თქვენ ამის გჯერათ. სიღარიბე არ არის სირცხვილი, მეგობრებო. სირცხვილი არის ის, რომ ვეგუებით ამ ყველაფერს.